25 ოქტომბერს დაუპირისპირდები დაუმარცხებელ აზერბაიჯანელ მებრძოლ შეიხ უნასიც. კარიერაში ჩემს მე-12 ბრძოლას გავმართავ ვარ წაგების სერიაზე და ჩემთვის ეს ბრძოლა დიდი мотивაციაა რომ გამოვასწორო ჩემი წაგების სერია და მოგებით სერიაზე გავიდე. ასევე 4 წელია არ მებრძოლია ჩემს ქვეყანაში და ესეც კიდევ დამატებით мотивაციაა რომ ჩემი ხალხის წინაშე წავსდგე კიდე და ერთი გამარჯვება მოუტანო ჩემ ქვეყანას. ერთი კვირის წინ გავიგე რომ main event-ზე ვიბრძოლებდი, მანამდე co-main event-ზე ვიყავი. თაზუბო ჭორიშვილი ჩაისხნა მთავარ event-ს და მთავარ event-ს მთავარ ბრძოლაზე გადავედი და წინა 2 event-ზე მთავარ ბრძოლებში ქართველი მებრძოლები დამარცხდნენ და ეს ჩემთვის კიდევ დამატებითი мотивაციაა რომ აზერების წინააღმდეგ რევანში ავიღოთ და დავაბრუნოთ ქართული მოგება მთავარ ბრძოლებში. მოგესალმებით. მე ვარ შეიხ უნასალდი. აზერბაიჯანიდან ჩამოვედი საქართველოში. რათა MMA-ში გავმართო ჩემი მორიგი ბრძოლა. სპორტი ბავშვობიდან მიყვარს. და ვარჯიშითაც ბავშვობიდანვე ვარჯიშობ. პროფესიონალურ MMA-ში ჩემი რეკორდი 4 მოგება და არც ერთი მარცხი. 4-ვე ბრძოლა ნოკაუტით მოვიგე. მოკლედ мотивация არ მაკლია. სპორტი ჩემთვის ყველაფერია. აზერბაიჯანში თიმ გალაქტიკში ვარჯიშობ. ფარიდ ალი ბაბაზადესთან ერთად. აქაც ერთად ვიმზადებით ბრძოლისთვის. საქართველო ძალიან მომწონს. ხალხი სტუმართ მოყვარია. ქალაქი კი მშვენიერი. წინა ბრძოლები უცხოეთში მოხდა ჩანატარები. საქართველოში ბრძოლა იმით არის განსხვავებული, რომ აქ მეტი შენი გულშემატკივარი არის, მეტი ხმა ისმის შენი გულშემატკივარი, ეხლა საზღვარგარეთ რომ გადიხარ, იქ მაინც მოწინააღმდეგის გულშემატკივრები არიან რა და იმას უფრო გულშემატკივრობენ და ეს კიდევ დამატებითი мотивაციაა, როცა შენი ხალხი შენს გვერდით დგას რა და გაძლევს мотивაციას. საქართველოში ქართველ მებრძოლებს ესე საზოგადოება ძირითადად არ იცნობს ხოლმე რა, სოციმედიის და მის ნაკლებობის გამო და ამაში დიდ როლს თამაშობს, რომ შეუძლია საზოგადოებას გააცნოს მებრძოლები და ისთვისაც დიდი მადლობა გამას. შესაძლებელობაა ჩემთვის, რომ მეტი და მეტი გავაკეთო რა და ხალხმა რაც უფრო მეტი ქართველი გამიცნოს, მით უფრო ბედნიერი ვიქნები მეც ამით. ამ ბრძოლისთვის სერიოზულად მომზადე. გამას გასულ მთავარ ბრძოლებში უკვე მოიგეს იუსუფ მადანიჰადმა. ორივე აზერბაიჯანელი. ახლა მესამე მთავარ ბრძოლაზე მე გამოვდივარ. შეიხ უნასალდი. მე მჯერა გამარჯვების. ამისთვის მოვედი და ძალიან ძლიერი მზადება გავიგე. მე მეტოქეში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავ. ვერც დგომში, ვერც ჭიდაობაში. ჩემთვის ორივე სტილი ხელსაყრელია, როგორც დგომი, ასევე ჭიდაობა. ჩვენი სკოლა ორივე მიმართულებით ავარჯიშებს. გრეპლინგშიც და დგომშიც. მოკლედ როგორც არ უნდა იმზადებოდეს მეტოქე, დგომისთვის თუ ჭიდაობისთვის, მე ორივეში მზადვა და ორივეში ძლიერი ვარ. მომზადება ერთი თვით ადრე დავიწყე, როგორც გავიგე რომ გამოჩაინიშნა, როცა ბრძოლა ავიღე. საკმარისი დრო მქონდა მოსამზადებლად, მანამდეც გავდიოდი მომზადებას რა, ეს დასვენება არ მქონია. ერთი თვით ადრე უკვე ბრძოლის კემპში ჩავერთე და იდეალური მომზადება გავიარე ჩემ კლუბთან ვიფხისტყაოსანთან ერთად. იდეალურ ფორმაში ვარ, ესეთი მომზადება არ გამივლია არც ერთი ჩხუბისთვის რა. ძალიან კაი ხასიათზე ვართ, მომზადებაც იდეალურად გვაქვს გავლილი და მომზადებით მოგებისთვის რა. მანამდე მყავდა სხვა მეტოქე თავიდან შემომთავაზეს, მაგრამ სამწუხაროდ ბრძოლის კვირაში მუხლის ტრავმა მიიღო და კვირას მითხრეს რომ მეტოქე შემეცვლებოდა რა. სტილისტიკურად დიდად განსხვავებული მოჩხუბრები არ არიან, ორივე ბაზა ჭიდაობა არის, როგორც მე შევხედე. მომზადებული ვარ ჭიდაობისთვისაც, დგომისთვისაც. არ მგონია რომ ჩემი მეტოქე უფრო ჭიდაობას დამიწყებს, იმიტომ რომ თავისი 4-ვე ჩხუბი ჭიდაობით აქვს მოგებული დომინაციით და ჩემთან არ ვიცი რამდენად გამოუვა რა, მე ეჭვება რაღაც გამოუვიდეს ჩემთან ეგ დომინაცია, იმიტომ რომ ისეთან არ აქვს თან ჩხუბია, ვისაც უნდა მოეგო მაგ ბიჭისთვის და ნუ მზად ვართ რა, არ გვეშინია არც ჭიდაობის, არც დგომის, მზად ვართ ყველაფრისთვის რა, გამარჯვებისთვის. ბოლომდე დარჩენილია 3 დღე, აწონებამდე 2. დარჩენილი მაქვს სულ რაღაც 3 კილოგრამი.
წონის კლება იდეალურად ჩაიარა, ესე წონა არასდროს არ დამიკლია, რავი, ხალისიც მაქვს, ენერგიაც მაქვს უსაზღვრო. მოემზადებით გამარჯვებისთვის, აი სხვა გზა არ მაქვს რა, უნდა შევიდე და გამარჯვებული გამოვიდე ხელებაწეული რა. აი მეც გზას არ გამიხილავ საერთოდ არც ვფიქრობ მიგზაზე რა. გამარჯვება მხოლოდ. თავდაპირველად ამ ბრძოლაში ჩემ გუნდელს მირმეხს უნდა ებრძოლა. მაგრამ 10 დღით ადრე ფეხი დაიზიანა. ერთი კვირით ადრე გამაგებინეს, რომ მე უნდა ჩამენაცვლებინა ის. მივიღე, რადგან მე სულ ფორმაში ვარ, ისედაც ყოველდღე ვარჯიშობდი. დილას და საღამოს, არასდროს ვისვენებდი. ჩემთვის არ არსებობს სიტყვა დასვენება. მხოლოდ შუადღით ვისვენებთ. დანარჩენ დროს ვარჯიშობთ. ასე რომ არ აქვს მნიშვნელობა 5 დღით ადრე მითხრეს თუ 2 თვით ადრე. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ. ფიქრობ, ამ ბრძოლასაც დგომში დავასრულე. ზუსტად ისე, როგორც წინა 4-ს, ნოკაუტით. ეს მეხუთე ბრძოლაც ასე დამთავრდა. Mən elə fikirləşirəm ki, bu 5-ci döyüşümü də elə qurtaracaq. Yəni Tübəyəçi Rəsmanlı ilə döbəli. MMA-ის სამზე დაუპირისპირდები ბალდირ მაჰმადოვს. ეს იქნება ჩემი მეორე ბრძოლა MMA-ში. პირველი ბრძოლა გავმართი სექტემბერში. სადაც მოვახერხე პირველ რაუნდში ფინიშის აღება. ჩემი დებიუტსაც შეეხება, უცხო არ იყო, რადგან მე მქონდა გამოცდილება საბრძოლო სახეობებში, როგორც სამბო, კომბატ სამბო, სპორტული სამბოც. და იქაც შემხედრია ესეთი მეტოქეები, როგორც არიან ძალიან ანგარიშგასაწევი, როგორც ბევრი იმპერატორის მებრძოლებიც არიან საბრძოლო სამბოში. ზოგი ბრეივშიც მონაწილეობს და ევროპის ორგანიზაციებში ბევრი სამბოს მებრძოლები არიან და მეტოქები საკმაოდ რთული და ძლიერები არიან და რაც შეეხება MMA-ს, ვფიქრობ, რომ არ უნდა გამიჭირდეს შემდეგი ბრძოლები, როგორც პირველი, ისე მეორეც და მესამეც. მედოვნებ რომ ფინიში დავასრულებ სიყვარულს. Salam aleykum, mən Bədir Məhərrəmov. მოგესალმებით. მე ბადრ მარამოვი ვარ. Yaxşı hazırlaşmışıq. 25 რიცხვში საქართველოში ჩემ მორიგ ბრძოლას გავმართა. Hazırlaşmışıq. Çəkim mən tək salmam. ძალიან კარგად მომემზადეთ. ერთი თვით ადრე დავიწყეთ ვარჯიში. წონას მარტივად ვინარჩუნებ. 77 კილოგრამში ვიბრძო. სამბო საქართველოს შემოვედი მოვიგე პირველად ჩემი წლის ასაკში ახალგაზრდებს შორის. მას შემდეგ რამოდენიმე შეხვედრა ჩავატარე სპორტულ სამბოში. შემდეგ მიხვდი რომ სპორტი ეს ჭირდაობა, დისციპლინა უფრო სხვა დისციპლინას მოითხოვდა და გადავწყვიტე რომ მებრძოლა მუშტებით და ხელებით. და შემდეგ გადავწყვიტე რომ მივიღო მონაწილეობა კომბატ სამბოში და იქ უკეთეს შედეგები დავდე, მაგალითად როგორც ევროპის ვიცე-ჩემპიონობა, მსოფლიოს პრიზიორი გავხდი და ევროპის პრიზიორი ისე. კომბატ სამბო ძალიან გავს MMA-ს, მაგრამ უფრო რთული არის, ვფიქრობ, იმიტომ რომ უფრო მეტი ინვენტარი გაცვია, როგორც არის შლემი, ფორმა, საჭიდაო ფორმა, ჩოხა, ასევე ფუტებიც, დამცავები, ყველანაირად დაცული ხარ და ეს კარდიოს უფრო ხელს უშლის და უფრო დამღლელი არის და MMA-ში უფრო თავისუფლად ხარ და უფრო შეგიძლია რომ შენი სკილები, ასე ვთქვათ, უფრო გამოავლინო და არ შეიზღუდო რაღაც კარდიოს ხრივ და იმიტომ გადავწყვიტე რომ MMA-ში მომეცადი რომ უფრო რთული გზა მაქვს გავლილი აქამდე. კომბატ სამბო და MMA ძალიან გავს ერთმანეთს, ასევე ხელთათმანებით. როგორც პროფესიონალური ხელთათმანები MMA-ში, იგივე არის, იდენტური არის სამბოშიც, კომბატ სამბოშიც. ასევე მებრძოლებს ძალიან დიდი მებრძოლები ყავს გაზრდილი კომბატ სამბოს, როგორც მაგალითად პირველ რიგში დავიწყოთ ჩვენი ქართველი მებრძოლეთ მერაბ დვალიშვილით, UFC-ის ჩემპიონით, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ისლამ ახაჩევი, ფედორ ემილიანენკო, ეს ყველანი კავკასიელები არიან და მეც კავკასიელი ვარ და მეც მათ კვალს უნდა დავადგე, როგორც აქამდე ვიყავი ადრე კომბატ სამბოში, ახლა ჩემი გზა იწყება MMA-ში. დიდ მადლობას ვუხდი ფარიდსა და ელშანს, ჩემს მწვრთნელებს. მათ დიდი წვლილი მიუძღვნით ჩემს წარმატებაში. საბრძოლო სპორტში ბავშვობიდან მოვედი. ჯერ რეგიონის, ხოლო შემდეგ ნაციონალური ჩემპიონიც გავხდი სხვადასხვა დისციპლინაში. ამჟამად მწვრთნელ ელშთანთან ვარჯიშობ.
Fight Club-ში. ჯამში პროფესიონალურ MMA-ში 4 ბრძოლა გავმართ. 2 მოვიგე, 2-ში კი დავამარცხდი. ჩემი მეტოქე ლუკა წიქვაძე, ყოფილა სამბისტი. მე კი დგომში მიყვარს მუშაობა. ღმერთის წყალობით ვაჩვენებ, რომ ბრძოლა მხოლოდ ჭიდაობა და ფიზიკური ძალა არ არის. ტექნიკაც მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეს ბრძოლა 3 რაუნდამდე გასტანს და მესამე რაუნდში მე გავიმარჯვებ. რაც შეეხება პოპულარიზაციას, მინდოდა რომ უფრო ჩემი სახელი უფრო მასშტაბურად გამეტანა საზღვარგარეთ, არა მარტო საქართველოში და არა მარტო სამბოს ნაკრებში. მინდა რომ საქართველოში ყველა მისცემთ ერთი ბრძოლის შემდეგ უკვე მე ხალხი მცნობს, ხალხი უკვე მესანმება ქუჩაში და ეს ძალიან სასიხარულო და მოტივირებულია ჩემთვის. რაც შეეხება ბრძოლას, მინდოდა რომ ამემართა დგომში. მინდოდა რომ გამომეცადა ჩემი თავი, მაგრამ რატომღაც ჩემმა მოწინააღმდეგემ გადაწყვიტა რომ ჩემთან ჭიდაობა დაიწყო და შედეგმაც არ დააყონა რომ მის გადავიყვანე პარტერში და იქ მოახერხე მის დაფინიშება. მეორე ბრძოლაში დაბრუნდი, ისე იმიტომ დაბრუნდი მალე რომ ზიანიც არ მიიღია, რაც შეეხება წვალება წონის ხრივ არ მიწევს, რადგან 5 კილო არ არის პროფესიონალი მებრძოლისთვის. როცა დაკლება იცი, მარტივია დაიკლო. 5 დღეში ჩოლება დაიკლებ 5 კილოს და მინდა რომ ყოველდღე ვიბრძოლო, რამდენადაც შესაძლებლობას მომცემს გამა და გამას ორგანიზატორები. მე ჩოლებად მივყო ნებისმიერ დროს მზადვა ბრძოლისთვის, ნებისმიერ მოთექესთან ვინც იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ჩეჩენი იქნება, დაღესტანელი, თურქი, მუსლიმი, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ჩემს წინააღმდეგ. ამჟამად ვარ 82 კილო, ვარჯიშების შემდეგ ვარ ხოლმე 80 კილო. ნუ 70-ში ჩასვლაც შემიძლია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ მოზარდი ვარ და ჩემი აღნაგობა, ჩემი სიმაღლე, ყველაფერი ჯგანი, ყველანაირად ვიზრდები და უფრო ვფიქრობ, რომ მოვიმატო და შემდეგ დავიკლო 77-ში, რომ უკვე სრულყოფილი 77-ის მებრძოლი ვიყო და როგორ ისე დავიკლო წონა, როგორც სხვა 77-ის მებრძოლები იკლებენ ამ წონაში. რაც შეეხება ჩემს მეტოქეს, ბედი მაჰმედოვს, ის ჩემზე გამოცდილია MMA-ში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩემი გამოცდილება სამბოში მის MMA-ის გამოცდილებას გადაძალავს და მოვახერხე მის მიწაზე გადაყვანას, ასევე დგომშიც ვაპირებ ჯგუფს, ხოლოდ მიწაზე გადაყვანა და იქ ბრძოლა არ არის ჩემთვის პრიორიტეტი, რადგან მინდა რომ ხალხს უყვარდეს ჩემი სტილი და არ იყოს ხოლოდ მიწაზე ფორტიხიალი ეს ჩემთვის მიუღებელი იქნება, მინდა რომ ისევე გავმართო ბრძოლები როგორც დგომში, ისევე პარტერში და ფინიშები მოვახერხო როგორც დგომში, ისევე პარტერში. საბმიშენი იქნება ნეკეთ შოუკი, არ აქვს მნიშვნელობა თუ ნოკაუტი.